ქართული ოცნების წევრები დღეს ამბობდნენ იმას, რაც არაერთხელ უთქვამთ, როდესაც კრემლიდან ისმის მათი ქება და ქართული ოცნება აცხადებს თითქოს არ მოусმენიათ და საერთოდ არ აინტერესებთ რა განცხადებები კეთდება კრემლში, თუმცა ეს არის თუ არა სიმართლე, მთავარი არის ის, რომ ის რასაც ამბობს კრემლი და ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ შეემთხვევა იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ ქართული ოცნების წევრები რიგითი დეპუტატები თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. მსგავსება კი სწორედ იმაშია, როდესაც ლავროვი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველო აღარ იქნება ის ქვეყანა, რომელიც დღეს არის და ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები და თავისი რისკები და სწორედ ეს არის ის რიტორიკა, რომელიც ქართულ ოცნებას ევროკავშირთან დაკავშირებით აქტიურად და ღიად გააჩნია. ლავროვი აქებს ქართულ ოცნებას და აცხადებს, რომ ქართული ოცნების წევრები პრაგმატიკოსები არიან და მათ ძალიან კარგად იციან, როგორი იქნება საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ შესაძლებელია ვერ უარყოფენ იმას, რომ მსგავსება ნამდვილად არის კრემლის რიტორიკასა და ქართული ოცნების რიტორიკას შორის. ამის უარყოფა ქართულ ოცნებას არ შეუძლია. ერთადერთი ამბობენ იმას, რომ თუ ვინმე საზრი ქართული ოცნების პოზიციას ემთხვევა, ეს საინტერესო არ არის. მთავარი არის ის, რომ ქართულ ოცნებას ქართული პოლიტიკა აქვს. ჩვენი პოზიცია არის უხევი, შესაბამისად აქ ცვლილება ამაში ბუნებრივი ვერ იქნება. ჩვენ არ ხელმძღვანელობთ არც ერთი ასე ვთქვათ სახელმწიფოს წარმომადგენლის და განსაკუთრებით ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის გზავნილებით. ჩვენ ხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით, ქართველი ხალხის ინტერესით და რა თქმა უნდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე. შესაბამისად არ ვიცი ლავროვის განცხადებები არც საინტერესო არის და მით უმეტეს რომ ჩვენთვის არანაირ ასე ვთქვათ არც დღის წესრიგში რაიმე ცვლილებას ასახავს ასე შემდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, კაფიობთ, ხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების დღის წესრიგით. ეს იყო, იქნება და არის ჩვენი დღის წესრიგის შექმნები. ოპონენტები შეგვიძლია სხვადასხვა კლასტერებად დავყოთ. ბოროტები, უსამშობლოები, ფარჩაკები, ნამქვეყნის მტრები. ლავროვის განცხადებას თუ გაეცანით, პრაგმატული პოლიტიკა აქვსო ქართულ ოცნებასა და კომპლიმენტია თქვენთვის, როდესაც ლავროვი აქებს ქართულ ოცნებას. იგივეს ამბობს, ბევრჯერ გექნებათ მოსმენილი თქვენივე გუნდის წევრების მხრიდან ევროკავშირზე რასაც ამბობს. თუკი აქამდე ქართულ ოცნებას ხშირად აქებდა მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი პრეს-სპიკერი, ახლა უკვე მინისტრის დონეზე არის ქება ქართული ოცნების პოლიტიკის და დღეს უკვე ლავროვი პირდაპირ უწონებს პრაგმატულ პოლიტიკას ქართულ ოცნებას და ის კმაყოფილია იმით, რომ ქართულ ოცნებას აქვს ის პოლიტიკა, რომელიც აქვს ევროკავშირთან დაკავშირებით და ლავროვი ამბობს ზუსტად იგივეს, რასაც ქართული ოცნების წევრები, როდესაც ამბობენ, რომ შესაძლებელია კონკრეტული უარყოფითი შედეგები მოიტანოს ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანება.